საღამომშვიდობის ქალბატონო ანა, მოგესალმებით, მადლობა ინტერესისთვის და მაყურებელს მივესალმები. ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული მიზანი. ამ კომისიის შექმნასაც რა მიზანი ჰქონდა, ეს უკვე გაცხადდა და ჩანს. კერძოდ, ყველაფერი დანარჩენი, რაც ეხებოდა სხვადასხვა თემებს, საკუთრების ჩამორთმევას თუ უკანონო მშავდებას, ხო? ეს ყველაფერი განვლილია, მე გვთქვი, მათ შორის თქვენს ტელევიზიაშიც არაერთხელ, რომ ამ მანდატით ჩვენ თავის დროზე 2013-16 წლებში პარლამენტში ეს შესწავლა სამუშაო ფორმატში დავასრულეთ და შეფასებები გაკეთებული ადამიანის უფლებების კუთხით, მათ შორის საკუთრების ჩამორთმევის ნაწილში და ასე შემდეგ. ანუ იგივეს გაკეთება, უბრალოდ იგივეს ვამბობ სახელწოდებით, მაგრამ შინაარსი და მიზანი სხვა რამე იყო, ეხლა რაც კეთდება, იგივეს გაკეთების დროს და ეს არაერთხელ შევახსენე ქართულ ოცნებას, რომ წაიკითხათ ის დასკვნა, რაც არსებობს 2012 წლებთან დაკავშირებით, ამ თემაზე კომისიის შექმნა აღმოჩნდა, რასაც ვარაუდობდი, რომ და ვამბობდი, რომ ეს მიზანი სხვა რამე იყო, ეს არის აგვისტოს ომის თემით ოკუპანტი ქვეყნისთვის მირთმევა ლანგრით სასურველი დასკვნის, სასურველი ფაქტები. რა არის ეს? ივანიშვილის სასურველი დასკვნა აგვისტოს ომზე რა არის? გამოჩნდა, რომ აგვისტოს ომის პასუხისგებლობა უნდათ, რომ მოუხსნან რუსეთს და მთლიანად გადმოიტანონ იმ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს სააკაშვილი დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ეს ნიშნავს რას? ვის მოწონს სააკაშვილი, ვის არ მოწონს და მე სხვა ის ხელისუფლება იცით, რომ არასდროს არ მომწონდა და არც არასდროს არ ვიქნები უკეთესი აზრის, მაგრამ ამ კომისიას ძალიან სახიფათო მიზანი აქვს დასახული, რომ ის რაზეც ლაპარაკობს რუსეთი, რომ მას ომი არ დაუწყია და რომ ეს პროვოკაცია იყო ქართული მხარის მხრიდან, რეალურად ამის დადასტურებას ახდენს უკვე საპარლამენტო კომისიის მანდატით წოლუკიანის თავმჯდომარეობით ეს კომისია, რომ მას ეს არ ესმოდეს რა არის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს უკვე, მოგებულია ქართულ მხარეს რუსეთთან ეს სამართლებრივი დავა, ჰააგის სასამართლოშია პროცესი, სისხლის საერთაშორისო სასამართლოშია. ანუ ამ სასამართლოების შემდგომ კომისიას მისცეს ეს მანდატი და რეალურად ეს გინდოდეს, რომ და ამას მოყვა კიდეც ხო ცხინვალიდან დღეს შემხვედრი უკვე ბრალდებები და რუსეთის მხრიდან უკვე ატაცებულია კომისიის ეს ფრაზები, რომ აი მძინარე ცხინვალი დაბომბეთ, ანუ პასუხისგებლობის გადმოტანა ომის დანაშაულზე ქართული მხარისთვის ეს კონკრეტულად სააკაშვილის ან რომელიმე გენერლის მიმართული რაღაცა დასჯის სურვილი კი არ არის, სიამდვილეში ეს არის ის, რაც უნდა ეხა მიიღოს ოკუპანტმა ქვეყანამ. და როგორც ჩანს, ეს მიზანი დაუსახეს ამ კომისიას, ამიტომ არის ეს ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მათ შორის ქართულ ოცნებაში მყოფი ის ადამიანები, რომლებიც დღეს საშინელებებს შადიან, ანა, მათაც კი არ უნდა დაეშვათ, რომ ასეთი საკითხების ამგვარად გადაწყვეტა ღია ეთერში, პირდაპირ ეთერში, ჯერც ერთი ესეთ საკითხები დახურულ ფორმატში უნდა იხილებოდეს, იმიტომ რომ ეხება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას და როცა ოკუპირებული ქვეყანა ხარ და მტერი აიაგერ გიდგას 30 კილომეტრში, ესეთ თემებზე უნდა დახუროს ხდომები, მართლა რომ გაინტერესებდეს ობიექტურად რა მოხდა და ვით უფრო რომ ეხა არავის აღარ ჯერა, ხო, რაც გაცხადდა, რომ ინტერესი ის არ არის რა მოხდა, ეს არ ყვია. დანარჩენი ყველაფერი, აი რაც არის ბიზნესის ჩამორთმების თუ აი ეს არის ხაზარაძის მიმართ და ჯაფარიძის მიმართ თუ სხვა პირების მიმართული ეხა ისრები
მე მგონია რომ აი დიდ მიზანთან ერთად ცდილობენ მათ შორის კონკრეტული ადამიანებიც სამიზნედ აიღონ, ამოიღონ სამიზნედ და მათ მიმართ მიმართონ ეს პირადი და პოლიტიკური შურისძიების აქტი. თორემ სინამდვილეში არავის გასამართლება არ უნდა. ახლა ცინიკური არ არის რომ ამ თემაზე რომ ნაციონალურ მოძრაობაო და წინა ხელისუფლების პარტიები უნდა აღწალოთ და გივი მიქანაძე საუბრობს ამას, რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე და დღეს არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. არ არის ეს ცინიკური? და იქ შედან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან გადმოიყვანეს თავიანთ გუნდში. ეს ყველაფერი ხო არის დიდი სიყალბესთან ერთად სახიფათო. ქვეყნისთვის საზიანო, თორე ინდივიდუალურად მოთხოვენ პასუხი თუ ვინმესთვის უნდა მოეთხოვათ აქამდე 14 წელი რასელოდებოდნენ. კი ბატონო, ქალბატონო ეკა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ან თქვენ შეიძლება არ იყოთ ამ შეკითხვის რაღაც პირდაპირ ადრესატი, მაგრამ აი რადგან არსებობს მოლოდინი, მათ შორის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებითაც გულისხმობ ხვალინდელ აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას და იმას მათ შორის რომ შესაძლოა აი ამ აგვისტოს ომის კომისიაზეც რაიმე თქვას სალომე ზურაბიშვილმა და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, აი ხომ არ ფლობთ ინფორმაციას რამეს მოვისმენთ თუ არა თავად სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომლის ნათქვამ ფრაზასაც, რომ ასევე ომი ქართული ოცნების მსგავსად, როდესაც ის ამბობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, შემდეგ ამას მოჰყვა მისივე მხრიდან განმარტებები, მაყურებელს ვეთქვი, რომ აი რაღაცა უფრო მეტი მკაფიობა შესძინოს საზოგადოების თვალში, ვისაც შეიძლება დღესაც აქვს ეს კითხვის ნიშანი, აბა სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს, რომელიც ერთს ამბობდა, როდესაც იყო ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი და დღეს ვიცით, სადაც არის და ვხედავთ, რასაც აკეთებს. ხვალინდელი აქცია არის მნიშვნელოვანი დღე, თავისთავად თარიღია ძალიან მნიშვნელოვანი, ხო 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. არც ის მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ, რომ ხვალინდელი დღით რაღაც სრულდება ეს პოლიტიკური ბრძოლა, ხო ეს ალბათ მნიშვნელოვანია, რომ სწორი მოლოდინები გქონდეს ჩვენი სიჭარბით. და პროტესტის მასშტაბით ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვაპირებთ ამ მტრული დამოკიდებულების და ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებების მიღებას და შეგუებას. თორე აი უკვე ნახეთ, ელენე ხოშტარიას ისტორია არის მაგალითი, როდესაც მიხვდე რა სისასტიკესთან გვაქვს საქმე, როგორ ექცევიან წამების ძალიან კონკრეტული შემადგენლობის დაშვება ხდება დაკავებული ადამიანების, ჯერ უკანონო დაკავებული ადამიანების და შემდგომ დაკავებული ადამიანების მიმართ. ამიტომ პირველ რიგში ეს დატვირთვა აქ ხვალინდელ დღეს, რომ 31 მარტის ისტორიული სულისკვეთება რაღაცნაირად ამ დროს ეხმიანება სუსტად და ეს გავახმოვანოთ თქვათ და პრეზიდენტი დარწმუნებული ვარ, რომ თავის გამოსვლაში შეეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს. და არ არის თემა, ასე მგონია, რომელსაც ის გვერდს აუვლის, მით უფრო, როდესაც ესეთი მწვავე საკითხები დგას ხის წესრიგში. მე ვიცი ისიც, რომ უკვე არ დიდი ხანი ალბათ, მაგრამ ეს ბოლო დღეებიც იგრძნობა, მუშაობს უსაფრთხოების სამსახური იმაზე, რომ რაღაცნაირად ეს პროტესტი მინავლდეს, ავრცელებს სხვადასხვა პროვოკაციულ რაღაცა ჭორებს. არის რაღაც განწყობების მაპროვოცირებელი არასწორი ინფორმაციების გავრცელება, ისიც კი გავიგეთ დღეს, რომ თითქოს აი ტექსტი პრეზიდენტი რა ტექსტიდან გამოვიდესო, ეს ტექსტიო ვიღაც აქვსო და ვიცითო წინას რა წერიო და ვიღაცას რაღაც მოწოს და ვიღაცას რაღაც არ მოწოს. აი ესეთ საუბრებიც კი მოვისმინე, არაფერი დაწერილი არ იყო, პრეზიდენტი ხვალ რა სიტყვის თავად იტყვის ამას და წინასწარ ამ ტექსტს არც არავის არ უთანხმებს, მაგრამ ხედავ ამ ცდილობებს და ეს აუცილებლად მინდოდა მეთქვა და იმისთვის რომ ჩვენ ყველა ვინც ამ ბრძოლაში იმიტომაც ჩართული ვისზე აქვს ეჭვი რომ ვის დაწერილ ტექსტს შეიძლება კითხულობდეს მაგალითად სალომე ზურაბიშვილი რა საუბრებია ეს ვისი დაწერილი კი არა უფრო საუბარი ემაზე რომ არ ვიცი რაღაცა ტექსტია თითქოს ვიღაცის ხელით გავრცელებული მე მგონი ეს ყველაფერი სუსის ხელით კეთდება რომ თითქოს აი რაღაც ჯგუფებს აწოდიან რომ უკმაყოფილება გაჩნდეს რომ აი ეს კი არ უნდა თქვას ესე უნდა თქვას და ასე შემდეგ რაღაც აი უკმაყოფილო კერებს ამზადებენ ეს მოძრაობები ჩანს აი ხა მუშაობს ხო ამ კუთხით
გამოცდილება დააგროვეს და კარგად იციან ეს მზაკრული მეთოდები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. იმიტომ არ დავდივართ ჩვენ არც აქციებზე ან ბრძოლაში, იმიტომ არა ვარ, რომ კონკრეტული რაღაცა სიტყვა როგორი იქნება იმის მიხედვით ან განწყობები შევიქნათ ან შევიცვალოთ. ამ ბრძოლას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის საქართველოს მომავალი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვეხება. ამიტომ პრევენციისთვის, რომ ეხლა ყველა მეთოდს მიმართავენ პროვოკაციების, ის რაც ხდება საჯარო ძალადობრივი აქტები, უკვე ეს ყველა ვნახეთ, მაგრამ ფარულადაც მუშაობენ, უკმაყოფილების რაღაცა კერებს აჩენენ. ეს იმისთვის რომ პროტესტი იყოს მინავლებული, იმისთვის რომ მეტი ხალხი გარეთ არ გამოვიდეს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ არა გვაქვს უფლება ამ ბრძოლაში გაჩერების ან უკან დახევის ან ერთმანეთთან ეხა რაღაცა საკითხების გარჩევის თუ გარკვევის, იმიტომ რომ ეხა გვჭირდება პირიქით ამ ძალების და ენერგიის გაერთიანება იმისთვის, რომ შედეგი მალე დადგეს და რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს აი ეს უკიდურესად ძიმედ გამოხატული პოლიტიკური კრიზისი.